ხშირად თქვენ შეიძლება არც აკვირდებით, მაგრამ დილას ყავასთან ერთად გადასახადების გადახდითაც იწყებთ. როგორ? მე ახლა ვეცდები რომ მარტივად აგიხსნათ, როგორ ხდება ეს. თუ თქვენ სამსახურისკენ გზად გიყვართ ერთი ჭიქა ყავის აღება, რომელიც საშუალოდ ღირს 5 ლარი, ამ 5 ლარიდან 1 ლარი მიაქვს სახელმწიფოს სხვადასხვა გადასახადების სახით. გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ, ეკონომიკური მიმოხილველი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რიცხვების გარეშეს მე-7 ეპიზოდში თემაზე გადასახადები. როგორც ვთქვით, ჩვენ ხშირად არც ვუკვირდებით, როდესაც რაღაცას ვყიდულობთ, რამე საქმეს ან მომსახურებას ან მაღაზიაში ვაჭრობთ და რაღაცას ვყიდულობთ, თუ რა წილი მოდის სხვადასხვა პროდუქციის თუ მომსახურების გადასახადებზე. არადა გადასახადი შედის ყველაფრის ფასში. სხვადასხვა ტიპის გადასახადია და მე ახლა მოგიყვებით რა ტიპის გადასახადები გვაქვს საქართველოში. საქართველოში გვაქვს დაახლოებით 7 გადასახადი, თუმცა აქედან რამდენიმე არის ძირითადი და საკვანძო ასე ვთქვა. პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ვიხდით ფიზიკური პირები, ანუ ხაი ხელფასიდან რო გვეჭრება, ხო იცით? და არიცხული ხელფასი რო ცოტა მეტია და მერე რო ნაკლები გამოგვდის ხელზე ასაღები და ჯიბეზე, აი ეგ არის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც არის 20%. თუმცა სულ ასე არ იყო და ცოტა ხანში გეტყვით თუ რამდენი იყო საშემოსავლო გადასახადი დაახლოებით 15-20 წლის წინ ამ ქვეყანაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი გადასახადი შეიძლება ითქვას, რომელიც ჩვენ ხელფასიდან გვეჭრება. საშემოსავლო გადასახადს იხდიან ჩვენი დამსაქმებლები, მაგალითად თუ შეგვითანხმდა დამსაქმებელი რომ ჩვენი ხელფასი არის 2000 ლარი 2000 ლარის 500 ლარი გამოდის 2000 ლარის 20% და მან ეს უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. ანუ 2500 ლარი დამსაქმებელს უჯდება ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ხელზე ავიღოთ 2000 ლარი. და ეს ყველაფერი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და სწორედ ამ გადასახადებისგან შედგება ბიუჯეტი. თუ რა წილი აქვს გადასახადებს ბიუჯეტში, ამაზე ცოტა ხანში გესაუბრებით ასევე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადასახადი არის დამატებული ღირებულების გადასახადი, ეგრეთ წოდებული DGG, რომელიც არაპირდაპირი გადასახადია და ხშირ შემთხვევაში სწორედ DGG შედის სხვადასხვა პროდუქციის ფასში, რომელსაც ჩვენ არც ვკითხულობთ, უბრალოდ ვიცით, რომ პირობითად რაღაც რომ ღირს 10 ლარი, ღირს 10 ლარი, აქ რა წილია, თქვათ, საშემოსავლო გადასახადის, რა წილია დამატებითი ღირებულების გადასახადის, არ ვაკვირდებით ამას და ეს დასაძრახი არც არის, მაგრამ ასე ხდება. 18%-ია საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი, ეგრეთ წოდებული DGG და ხშირად 18% არის სწორედ იმპორტის გადასახადიც და ეს ეგრეთ წოდებული საბაჟო მოსაკარბელი, მაგალითად, როდესაც შემოგვაქვს საქართველოში 300 ლარზე მეტის პროდუქცია ან გამოვიწერთ ან ბიზნესს როცა შემოაქვს რაღაც იმპორტს როცა აკეთებ რაღაც პროდუქციის აუცილებლად იხდის სწორედ 18%-ს, რომელიც არის სტანდარტული აუცილებელი გადასახადი, როგორც გითხარით. ასევე მნიშვნელოვანია მოგების გადასახადი, რომლის სისტემაც რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და შემოვიდა ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადს არა მოგების მომენტში, თქვა, როდესაც კომპანია მოგება ნახა, არამედ როდესაც ამ მოგებას ინაწილებენ კომპანიის დამფუძნებელი, ანუ კომპანიიდან თუ ფული გააქვთ, ასე ვთქვა, ხო? აი შეიძლება რაღაც კომპანიამ ნახა მნიშვნელოვანი შემოსავალი და უნდათ რომ დივიდენდი მიიღონ რა, მოგება აიღონ კომპანიის დამფუძნებლებმა. მაშინ ამ შემთხვევაში 15% მოგების გადასახადს იხდიან. მაგრამ თუ კომპანიაში ხდება რეინვესტირება და რეინვესტირება გულისხმობს, რომ მოგებული ფული უკან ჩაასხა დამფუძნებელმა, მაგალითად გადაუხადა ხელფასებით არამშრომელს, ან შეიძინა რაღაც ტექნიკა, ვთქვათ, კომპანიისთვის, ხო? ამ შემთხვევაში მოგების გადასახადს კომპანია არ იხდის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როდესაც მათ აქვს საშუალება, რომ სწორედ მოგებული თანხა კი არ დაბეგრონ, როგორც ადრე იყო და პირდაპირ უნდა დაებეგრათ 15% და გადაეხადათ ბიუჯეტში, არამედ ჩააბრუნონ და გამოიყენონ ისე კომპანიის საჭიროების მხრივ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას უფრო მეტი ფული რჩება იმისთვის, რომ კონდეს, თქვათ, რაღაცა თავის კაპიტალის ზრდის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანი გადასახადია აქციზი. აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი და ძირითადად უწესდება
ისეთ საქონელს, რომელიც იწვევს ან გარემოს, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას. მაგალითად, ეს არის თამბაქო, საწვავი, ასევე ავტომობილები. აქციზით იბეგრება სწორედ მსგავსი პროდუქტი, ან საწვავი, პირობითად ბენზინს, როცა ვყიდულობთ. ხო, საშუალოდ დღეს კარგი ხარისხის ბენზინი დაახლოებით ღირს 3 ლარი, 2.90 შეიძლება იყოს და 2 ლარი ნახევარი, მაგრამ 3 ლარი რო ავიღოთ, ამ 3 ლარიდან გარკვეული წილი, რა თქმა უნდა, მოდის აქციზზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას ემატება DGG-ც და სხვა ტიპის გადასახადები, იგივე საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ბარისტას უხდიან იმაში, რომ მეყავა დამისხავს, თქვათ, ან ბენზინ გასამართ სადგურზე ბენზინის ჩაუნსხოს ხომ აქვს ხელფასი და მას ხომ საშემოსავლო ეჭრება და ეს უნდა გადაიხადოს კომპანიამ. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ფასი შედის იმ საბოლოო პროდუქტის ღირებულებაში, რასაც ჩვენ ვიხდით. ამიტომ ჩვენ გადასახადებს ვიხდით ყოველდღე ფაქტობრივად და ეს არის სხვადასხვა ტიპის გადასახადი, მაგრამ ძირითადად სწორედ იმ არაპირდაპირ გადასახადებს, რომელსაც ხშირად საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. აქციზი არის თამბაქოზეც, რა თქმა უნდა, რადგან მავნებელია ჯანმრთელობისთვის და სწორედ თავარი რაც აძვირებს დღეს შეიძლება ითქვას სიგარეტს საქართველოში არის სწორედ აქციზის გადასახადი. ჩვენთან ასევე მნიშვნელოვანი გადასახადია ქონების და ქონების გადასახადი არის მუნიციპალურ გადასახადსაც ეძახიან, რომელსაც იხდიან იურიდიული პირები მათ ფლობელობაში არსებული ქონებისთვის და ეს რჩება ადგილზე, მაგალითად თუ არის ქუთაისში რაღაც უძრავი ქონება იქ გადახდელი გადასახადი რჩება ქუთაისის ბიუჯეტში, თუ არის რაჭაში, რჩება რაჭაში და თუ თბილისშია თავისთავად თბილისის ბიუჯეტში, თბილისის მერიის ბიუჯეტში მიდის ეს ქონების გადასახადი. ქონების გადასახადს ვიხდით ფიზიკური პირებიც, ისინი ვინცის შემოსავალი წლიურად არის 40,000 ლარი და მეტი. ოღონდ ეს 40,000 ლარი არის საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ეს ცოტა ძველი სტანდარტით არის 40,000 ლარი 20 წლის წინ შეიძლება წლიური შემოსავალი 40,000 ლარი ითვლებოდა რაღაც დიდ ფულად, მაგრამ დღეს აღარ არის ახლა 40,000 ლარი წლიური შემოსავალი, მით უმეტეს დარიცხული, ანუ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ნამდვილად აღარ არის ის ზღვარი, რომელზეც უნდა იყოს ალბათ ეს და სხვათა შორის რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ შეიცვალოს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის გადახდის წესი, მაგრამ თუ ჯერჯერობით რა წესიც არის უფრო სწორად, ამ წესით ჩვენ ყოველწლიურად ჩვენი ქონების და ასევე ავტომობილი შედის, როგორც უძრავი ქონება შედის, ასევე მოძრავ ქონებაში შედის ავტომობილი და მისი ღირებულების გარკვეულ ნაწილს მაქსიმუმ ეს არის 1% ვიხდით ბიუჯეტში. ბევრჯერ ვახსენე სიტყვა ვიხდით ბიუჯეტში. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადების თემაში. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ყველა როდესაც ყოველდღიურად რაღაც გადასახადს ვიხდით, ან ხელფასიდან გვეჭრება და ჩვენი დამსაქმებელი იხდის ბიუჯეტში, ეს ავსებს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს. 2025 წელს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემოსავლების ნაწილი დაახლოებით დაგეგმილია სადღაც 27 მილიარდი ლარი. თქვენი აზრით რამდენია აქ გადასახადების წილი? 80%, თითქმის 21 მილიონი ლარის გეგმა, რომ წელს უნდა აიკრიბოს გადასახადებით. აქ ლომის წილი მოდის DGG-ზე, ასევე საშემოსავლო გადასახადი არის მნიშვნელოვანი და შემდეგ აქციზი და სხვა მოგების და სხვა ტიპის გადასახადები ავსებენ საბოლოო ჯამში ბიუჯეტს. და ამის ცოდნა თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 80%-ს ფაქტობრივად ქვეყნის ბიუჯეტისას ვადგენთ ჩვენ გადასახადის განმხდელები. ფიზიკური პირები, სხვადასხვა ბიზნესები, რომლებიც პატიოსნად ვიხდით გადასახადებს. თუმცა იყო დრო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც გადასახადების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არავინ არ იხდიდა მას. ფაქტობრივად არავინ არ იხდიდა. შევარდნაძის ეპოქაში დაახლოებით 22-23 წლის წინ საქართველოში ვარდების რევოლუციამდე იყო 26 გადასახადი. მაგრამ რადგან არავინ არაფერს არ იხდიდა, იყო კორუფცია, ექსთამეობა, ვიღაცა დამალავდა გადასახადს და იქ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან თანამშრომელს გადაუხდიდა გრთამს და აპატიებდნენ და აი ასე ცხოვრობდი თუ ამას ცხოვრება ერქვა. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით, საგადასახადო კუთხით პირველ რიგში 26 გადასახადიდან ჩამოვედით 6-7 ძირითად გადასახადზე და გაუმჯობესდა ადმინისტრირება, ანუ გადასახადების ამოღება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან მთავრობამაც გაამკაცრა მიდგომა და თუ ვინმე გადასახადს არ იხდიდა და მალავდა
ძალიან მკაცრად ისჯებოდნენ ასეთი ადამიანები, მათ შორის დაისაჯენ თქვათ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების სხვადასხვა პირები, რომლებიც სისტემატურად თქვათ მალავდნენ გადასახადებს. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა როგორც გითხარით ადმინისტრირება და ყველაზე ისეთი ხელშესახები გადასახადი რაც არის ჩვენთვის, ხო, ეს საშემოსავლო გადასახადი იქ იყო საშემოსავლოს ნაწილიც იყო, სოციალური ცალკე იყო და თითქმის 53%-მდე ადიოდა, მხოლოდ საშემოსავლო იყო მე 25% და დღეს მოგეხსენებათ ეს არის 20%. 2009 წლამდე ეტაპობრივად საშემოსავლო გადასახადმა დაიკლო და დღეს თუ დამსაქმებელი პირობითად 2000 ლარიან ხელფასზე იხდის 500 ლარს, მანამდე იხდიდა უფრო მეც და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ამ შემთხვევაშიც ბიზნეს დამსაქმებელს უფრო მეტი ფული დარჩა იმისთვის, რომ ისევ თავისი კომპანიის წარმატებაზე იზრუნოს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელზე ასაღები ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცოტა მეც ვისაუბრებ საშემოსავლო გადასახადზე და შევადარებ მას თქვათ სხვადასხვა ქვეყნების მოდელებს. ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში არის საკმაოდ დაბალი გადასახადები. ხო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის შესაძარის ქვეყნებთან საქართველოში არ არის მაღალი გადასახადი, მაგალითად სომხეთში დაახლოებით ჩვენ ხელა 18-20%-ია თუ არ ვთქვი, საშემოსავლო გადასახადიც დაახლოებით ამ ხელა. მაღალი გადასახადები როგორც წესი უფრო არის უკვე წარმატებულ შემდგარ ეკონომიკურად გაძლიერებულ ქვეყნებში. მაგალითად ხშირად მოიყვანეს რაღაც სკანდინავიის მაგალითებს, სადაც საშემოსავლო გადასახადი თითქმის ნახევარია ხელფასის. თუმცა სკანდინავიის ქვეყნებში ეს ფული კი მიდის ბიუჯეტში, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო შენ გიხდის დაზღვევის ფულს, იქ ჯანმრთელობის დაზღვევა, სხვადასხვა სამედიცინო სერვისები შედის და სახელმწიფო ირიბად ასე ვთქვათ გიბრუნებს ამ შენი გადახდილი გადასახადებიდან ამ შემოსავალს. ჩვენ შემთხვევაში კი მოგეხსენებათ, ხო, რაში ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რამდენად გონივრულად იხარჯება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები. რაც შეეხება ასევე საშემოსავლო გადასახადს. მისი დაბეგვრის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენთან მაგალითად არის პროპორციულად, ხო, აი 1000 ლარი გაქვს, 500 ლარი თუ 2000 ან 10000 ხელფასი, ყველასთვის სტანდარტულად არის 20% საშემოსავლო გადასახადი. მაგრამ მაგალითად გერმანიაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის პროგრესული გადასახადი, ანუ არ არის პროპორციული. თუ შენ შემოსავალი გაქვს პირობითად $5000 იხდი სხვა გადასახადს, სხვა პროცენტს იხდი უпроსორად და თუ გაქვს $1000 და ნაკლები, სხვა პროცენტს იხდი. და ხშირ შემთხვევაში მაგალითად აი საქართველოში პროგრესული გადასახადი ძალიან მარტივად რო აგიხსნათ რა. სიტყვაზე 1000 ლარამდე ხელფასი შეიძლება დაიბეგროს მაგალითად 10%-ით. 1000-დან 2000 ლარამდე თქვა დაიბეგროს 15-ით. 2000-დან 3000-მდე 20%-ით და 3000 ლარზევით შეიძლება თქვა 30%-ით დაიბეგროს. ძალიან ის უხეშად რომ ავხსნათ. ანუ პროგრესული გადასახადი ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს მეტი შემოსავალი, პროცენტულადაც მეც ვახდევინებთ ბიუჯეტში. ამას ყავს თავის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. საქართველოს ტიპის ქვეყანაში, ჩემი აზრით, ჯერჯერობით პროგრესული გადასახადის შემოღების დრო არ არის, რადგან ეს შეიცავს გარკვეულ საფრთხეს მაგალითად მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ თუ შენი ხელფასი გაიზრდება, მე ხო ისედაც პროპორციულად ხო 20%, 5000 ლარის 20% ხო გაცილებით მეტია ვიდრე 1000 ლარის, მაგრამ თუ მე 5000 ლარზე 30% უნდა გადავიხადო და არა 20, ხო მე შეიძლება დავფიქრდე და თუ ინვესტორი ვარ, გავიდე კიდეც ქვეყნიდან და შეიძლება ცოტა არასამართლიანადაც ჩავთვალო ეს. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პროგრესული გადასახადის შემოღების შემთხვევაში შესაძლებელია საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადოს ჩვენმა ბიუჯეტმა. და რატომ? საქართველოში ხელფასი დასაქმებულთა ნახევარზე მეც აქვს 1000 ლარზე ნაკლები. ანუ ჩვენ თუ 1000 ლარამდე ხელფასს ვბეგრავთ შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი, თქვა 10-15%-ით, ამან შეიძლება ბიუჯეტში დანაკლისიც გამოიწვიოს. ამიტომ ეს არის ძალიან კარგად მოსაფიქრებელი ყველა
გზა ასაწონი და ყველა შედეგი, რაცაც მივიღებთ, როგორც გითხარით, არსებობენ ამის მომხრეების და მოწინააღმდეგეების და უკვე მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც კარგი სისტემა აქვს, თქვა საგადასახადო სოციალური დაცვის აწყობილი, ისინი ამას ახერხებენ. ასევე თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან საინტერესოა, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოში, თქვა, პროგრესული გადასახადის შემოღება ან არსებული სისტემის დატოვება, ან თუნდაც საგადასახადო, თქვა, ამ ტვირთის საშემოსავლო გადასახადის შემცირება და ჩამოწევა 15%. ხოთა შორის იგეგმებოდა, რომ 2014 წლიდან საშემოსავლო გადასახადი უნდა გამხდარიყო 15%. მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შემდეგ ეს გადაიფიქრა, რადგან საკმაოდ სერიოზული დანაკლისი გვექნებაო ბიუჯეტში. ამიტომ რას ფიქრობთ? ძალიან საინტერესოა, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება და აქვე გეტყვით, რომ თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ 64-ის არხი, ჩვენ უკვე 25,000 გამომწერს გავცდით და ასევე თუ ეს ვიდეოები მოგწონთ, დაალაიქეთ და სხვა ვიდეოებსაც უყურეთ 64-ის როგორც YouTube, ასევე სხვა სოციალურ პლატფორმებზე და YouTube არხზე. ასევე საინტერესოა საშემოსავლო გადასახადის წესი და სისტემა. როგორც გითხარით, საქართველოში ჩვენ საშემოსავლო გადასახადს იხდის დამსაქმებელი. თუ მე ვარ სადღაც დასაქმებული, ვინც გამიფორმებს ხელშეკრულებას, მან ხაზინაში ყოველთვიურად, როდესაც მე ჩამერიცხავს ხელფასს, შესაბამისი ის 20% უნდა გადაიხადოს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაგალითად არის სხვანაირად. თავად ფიზიკური პირები იხდიან საშემოსავლო გადასახადს და თუ დაუკვირდებით იმის აღსაქმელად, რომ ჩვენ ვუხდით დაქირავებული, თქვა, ბიუჯეტით დაქირავებულ ადამიანებს ხელფასს და რომ ჩვენ ვაფინანსებთ მთავრობას, ამის აღსაქმელად ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა ეს. მე ძალიან მომწონს ეს მოდელი, როდესაც მე მერიცხება სრული ხელფასი და შემდეგ თუნდაც იმ 20% საშემოსავლოს წლიურად იქნება თუ კვარტალურად, მე თვითონ შევავსებდი დეკლარაციას და გადავიხდიდი. ამის ადმინისტრირება, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, მაგრამ საქართველოს არის, მე ვფიქრობ, იმ ეტაპზე, რომ საშემოსავლო საგადასახადო სამსახურმა საშემოსავლო სამსახურმა ამის ადმინისტრირება მოახერხოს ისე რომ ყველა დასაქმებულმა თავად გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. წარმოიდგინეთ როგორია რომ მთელი წელი რომ სრული ხელფასი გერიცხება და მერე წლის ბოლოს რაღაცა საკმაოდ მსხვილი თანხა ბიუჯეტში რო გაქვს გადასახდელი, უფრო ბევრს და მეც დავფიქრდებით, როდესაც თქვათ რაღაცა სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ და სხვა თქვათ პოლიტიკურ ძალებს დავუჭერთ ხარს, იმიტომ რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვქირავთ მათ და ჩვენ ვუხდით ხელფასს. კიდევ ერთ ისეთ საკამათო თემას შემოვიტან. ხშირ ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოში გადასახადები არის მაღალი და მისი შემცირება საჭირო. სხვათა შორის, სხვა პოლიტიკური ძალები ხშირად ამ თემებზე კამათობენ. არიან ზოგი, ვინც ფიქრობს, რომ გადასახადები უნდა გაიზარდოს, ან დარჩეს იგივე, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ფიქრობენ, რომ ეს გადასახადები უნდა შემცირდეს და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ჩვენი ერთგული მაყურებლების, თუ რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს, მაგალითად, თქვა საშემოსავლო გადასახადი საქართველოში, ან DGG. სხვათა შორის კონსტიტუციით არის ჩვენთან შეზღუდული გადასახადების ზრდა. ერთადერთი გადასახადი, რისი გაზრდაც შეუძლია მთავრობას, ეს არის აქციზი და მხოლოდ აქციზს ზრდიან კაი ხანია, მოკლედ რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხშირად სწორედ აქციზის გადასახადს ზრდიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს ან DGG-ს, მისი გაზრდა კონსტიტუციით არის შეზღუდული, თუ არ ჩატარდა რეფერენდუმი. ანუ მთელმა მოსახლეობამ უნდა მისცეს ხმა რაღაც გადასახადის გაზრდას, თუ მთავრობას ეს უნდა. რამდენად წარმატებული იქნება მსგავსი მცდელობა, შეგვიძლია წინასწარ ვივარაუდოთ. ამიტომ მთავრობა საკმაოდ შეზღუდულია ამ კუთხით, შეიძლება ითქვას და ვერ ზრდის გადასახადებს, თორე დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ ფინანსთა მინისტრს კი ექნებოდა სურვილი გარკვეული გადასახადების გაზრდის და ერთადერთი როგორც გითხარით, ხოდ აქციზის გაზრდა შეუძლიათ. თავი შესრულებები შევიდა ჩვენს კონსტიტუციაში და მე ვფიქრობ, რომ ისეთ საკმაოდ კარგი ცვლილება იყო საინვესტიციო თვალსაზრისით. მაგალითად, თუ ქვეყანაში შემოდის ინვესტორი და ფიქრობს, რომ მას უნდა რომ კონდეს რაღაცა განჭვრეტადი გარემო, რა, აი როგორი იქნება, თქვათ, 5 წლის მერე, 10 წლის მერე ამ მდგომარეობა იქნება ამ ქვეყანაში. მან თუ წინასწარ იცის, რომ გადასახადი, თქვათ, სხვა ტიპის გადასახადი
გადასახადი, თუნდაც საშემოსავლო მას არ გაეზრდება და ამისთვის ძალიან დიდი პროცედურაა გასავლელი, რომელსაც დიდი ალბათობით ვერც ერთი მთავრობა ვერ დაძლევს. Რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში უფრო ისურვებდა ინვესტიციების განხორციელებას და ამას ხოთა შორის საქართველოს საინვესტიციო გარემო თავის დროზე, როდესაც შესაბამისი რეფორმები გატარდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესა და სწორედ ამას ვამბობ ჩვენ ხოლმე, როდესაც გულისხმობთ, რომ საქართველოში არის დაბალი გადასახადები და მათი ზრდის პერსპექტივა ფაქტობრივად ნულის ტოლია. Როგორც გითხარით, საქართველოში ყველა ვიხდით გადასახადებს ფიზიკური პირების, იურიდიული პირების. ასევე იხდიან გადასახადებს მცირე მეწარმეები, თუმცა მათთვის შედარებით შეღავათიანი საგადასახადო გარემოა და სისტემაა და ამის შესახებ მოგიყვებით თუ არ იცით და გაინტერესებთ დარწმუნებული. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მცირე მეწარმის სტატუსი, ადრე ინდ მეწარმესაც ეძახდნენ ამას, ინდივიდუალურ მეწარმეს, ხო? და თქვენი ბრუნვა წლიურად არ ცდება 100.000 ლარს თქვენი შემოსავალი, ანუ რაღაც თქვენს ანგარიშზე, მაშინ თქვენ მხოლოდ 1%-ს იხდით თქვენი ბრუნვიდან. მაგალითად, თუ გქონდათ 90.000 ლარიანი ბრუნვა, 90.000 ლარის შემოსავალი თუ მიიღეთ, როგორც მცირე მეწარმემ, გადაიხდით მხოლოდ 900 ლარს, ანუ 90.000 ლარის 1%-ს, რაც რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საშემოსავლო გადასახადი, ხო, 20%. შესაბამისად, ძალიან ბევრმა, როდესაც ეს რეფორმა განხორციელდა, ძალიან ბევრმა მიიღო ეს სტატუსი მცირე მეწარმე და დღეს საქართველოში 400.000 მცირე მეწარმე გვყავს, რომელიც მსგავსი დაბეგურის რეჟიმით მუშაობს. თუ 100.000 ლარს აცდებით, შემდეგ უკვე იწყებთ DGG-ს გადახდას, დამატებული ღირებულების გადახდას 18%-ს, მაგრამ 500.000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადი ფაქტობრივად არ გაქვს და ეს არის მხოლოდ 1% ბრუნვის. ახლა პირობითად თუ ახვედით 300.000 ლარიან ბრუნვაზე, გადაიხდით 300.000 ლარის 1%-ს, მაგრამ რა თქმა უნდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდას მოგიწევთ, მაგრამ ძირითადად ახლა მცირე მეწარმე რატო ქვია, ხო, რომ აი 100.000 ლარიანი ბრუნვა არ არის ძალიან დიდი, არც ძალიან დიდია და არც ცოტა. შესაბამისად ძალიან ბევრ თქვათ ეგრეთ წოდებულ ფრილანსერს ადამიანს, რომელიც შეიძლება დაიქირავონ, ხო, სხვა საქმის გასაკეთებას, ურჩევნია, რომ სწორედ ამ სტატუსს ფლობდეს და დამატებით არ დაიბეგროს, თქვათ, როგორც ფიზიკური პირი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯერ არაფერი მithქვამს და აუცილებლად უნდა გითხრათ, რა თქმა უნდა, საპენსიო სისტემაზე. საპენსიო სისტემას ჩვენ ცალკე ერთ ეპიზოდს აუცილებლად მივუძღვნით, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში დანერგილია საპენსიო სისტემა, სადაც დამსაქმებელი იხდის უпростоრად თავისი შემოსავლიდან 2%-ს, ასევე დამსაქმებელი 2%-ს უმატებს და სახელმწიფოც ზემოდან ამატებს კიდევ 2%-ს მთელი ამ ჩვენი შემოსავლიდან და ეს ყველაფერი გროვდება და როდესაც საპენსიო ასაკს მივახცევთ, იმედია რომ ამ ფულს რაღაც ძალაც ექნება, რომ პენსიას როცა ავიღებთ, რაღაცად ღირდეს ის ფული, რაცაც ამდენ წლიანი შრომის შედეგად დავაგროვებთ. თუმცა საპენსიო რეფორმის გატარებისას, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს რეფორმა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, იძულებით, ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ სავალდებულო გახდა რა. თუ თქვენ ხართ დასაქმებული და მაშინ იყავით, როცა რეფორმა გატარდა, მაშინ იყავით 40 წლამდე, აუცილებლად ავტომატურად ერთვებოდით ამ სისტემაში და არ გეკითხებოდათ სახელმწიფო, თქვა თქვენ გინდოდა თუ არა საპენსიო სისტემაში ჩართვა. ბევრს არ გავაგრძელებ ამ თემაზე, როგორც გითხარით, მით უმეტეს თუ თქვენი დაინტერესებაც იქნება და თუ გაქვთ ამ მიმართულებით კითხვები, ჩვენ ზოგადად საპენსიო სისტემაზე, როგორი საპენსიო სისტემა, რა ტიპის აქტივებში აბანდებს ჩვენი საპენსიო ფონდი ამ ჩვენს დანაზოგს, რამდენი შევაგროვეთ ქართველმა დასაქმებულებმა, ამ ყველაფერს ცალკე ეპიზოდს მივუძღვნით. ახლა ცოტა შეჯამებისკენაც რო წავიდეთ, ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს გადასახადებს, რატომ კრებს სახელმწიფო ამ გადასახადებს და ამ გადასახადებს უძველესი სახელმწიფოების კრებდნენ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ფორმები და შინაარსი იცვლება, მაგრამ გადასახადის არსი რჩება. იგივე, რომ თავრობა და სახელმწიფო იურიდიულ და ფიზიკურ პირებს გვართმევს ფულს იმისთვის, რომ მან შეძლოს ფუნქციონირება და დააფინანსოს პოლიცია, ჯარი, გადაუხადოს სოციალური დახმარება სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, გადაიხადოს პენსიები, ხო? ამისთვის სახელმწიფოს რა თქმა უნდა სჭირდება გადასახადების აკრება და ყველა დროში სახელმწიფოები ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადი აეკრიბათ, თუმცა შემდეგ გარკვეულწილად მიდგომები შეიცვალა და ჩაითვალა, რომ თუ მეტ ფულს დაუტოვებდით, თქვათ, ბიზნესს და მოქალაქეებს, ეს სულაც არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ
დღესაც როგორც გითხარით, მიდგომები განსხვავდება. არის ქვეყნები, სადაც მაღალი საგადასახადო ტვირთია საკმაოდ, არის ქვეყნები, სადაც არ არის მაღალი საგადასახადო ტვირთი, მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ მან ჩვენგან აკრეფილი გადასახადებით შეძლოს ფუნქციონირება, იქ პარლამენტის დაფინანსება, მთავრობის ხელფასების დაფინანსება, მათი მივლინებების, ოღონდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი მუშაობდეს ისე, რომ საბოლოო ჯამში ამას დადებითი შედეგი მოჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც თორე. და სწორედ ესეთი კარგი სიტყვები აქვს ნათქვამი ბენჯამინ ფრანკლინის და ამ სიტყვებით მინდა რომ დღევანდელი ეპიზოდი დავასრულოთ. ორი რამ შეიძლება იყოს ცხოვრებაში გარდაუვალი. სიკვდილი და გადასახადები.